ხვიჩას გაბრწყინება, შესანიშნავი ფსი და სხვა. ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში კიდევ 4 მატჩი გაიმართა. ჩვენთვის ყველაზე საინტერესო ცხადია ფსი, ატალანტას დაპირისპირება იყო, სადაც ხვიჩა კვარაცხელიამ შესანიშნავი გოლი გაიტანა. მატჩი სწრაფი გოლით დაიწყო. ფსს თავიდანვე მაღალ პრესინგს მიმართავდა. მარკინიოსმა მეტოქეს ბურთი მათ საჯარიმოსთან ახლოს აართვა. ფსში შეტევა დაიწყო. ფაბიან რუისმა დაბალი ბურთი ჩააწოდა და კაპიტანმა თავისივე დაწყებული შეტევა გოლით დაასრულა. ფრანგებმა ძალიან დიდი უპირატესობა მოიპოვეს და არაერთი მომენტი ჰქონდათ. 2:0 შეცუთზე ხვიჩა კვარაცხელიას შესანიშნავი გოლით გახდა. მეც 7 ნომერმა ბურთი მიიღო, რამდენიმე მოთამაშეს გასცდა და ძლიერი დარტყმით შეაგდო. ვიდეო ტაიმის ბოლოს მას პინძლებს მესამეს გატანაც შეეძლოთ, თუმცა ბარკოლამ პენალტი ძალიან ცუდად შეასრულა და მეკარემ აუღო. სამაგიეროდ ფრანგმა მეორე ტაიმში საგოლე გადაცემა გააკეთა. 51 შეცუთზე გარემარმა მენდეშს კარგი პასი გაუკეთა, მარცხენა მცველმა საჯარიმოში მშვენივრად ითამაშა და შეაგდო. თამაში კვლავ პარიზელთა უპირატესობით მიმდინარეობდა. 3:0 იყო და ფრანგები ცოტა მოეშნენ, თუმცა ატალანტამ ამით ვერ ისარგებლა. მატჩს წერტილი შეცვლაზე შესულმა გონსალო რამუშმა დაუსვა, რომელმაც 91 წუთზე მცველი შეცდომით ისარგებლა და საჯარიმოდან ერთი შეხებით შეაგდო. საბოლოოდ 4:0 და ფსში დამსახურებულად მოიგო. კვარაცხელია ძირითადში იყო და 75 წუთზე შეცვალეს. Man who scored. Comes 8 სექტემბერი შეფასება მიიღო, რაც მენდეშთან ერთად ორივე გუნდიდან საუკეთესო შედეგია. ქართველი ვარსკვლავი მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. სხვა მატჩებიდან ინტერმა აიაქსს სტუმრად 2:0 მოუგო, ბაიერნმა ჩელსიშინ 3:1 დაამარცხა, ლივერპული ატლეტიკოს საინტერესო და დაძაბული მატჩი 3:2 დასრულდა.